თბილისში შემოსავლების სამსახურის ახალი რეგიონული ცენტრი გაიხსნა. გამჭვირვალე შენობა მთლიანად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობაშია მოყვანილი ოფისის გახსნას. პრემიერი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი და შემოსავლების სამსახურის უფროსი დაესწრნენ. შენობა გამჭვირვალეა და სპეციალური ვიტრაჟებით არის გაკეთებული. განთავსდა ღია ტიპის ერთიანი დარბაზებით. შენობაში სარემონტო სამუშაოები გასულ წელს დაიწყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ოფისის მშენებლობაზე 3 მილიონი ლარი გამოიყო. ამჟამად თბილისის რეგიონულ ცენტრში 300 თანამშრომელი მუშაობს. ძალიან ბევრი შენობა ქონდა ფინანსთა სამინისტროს, სადაც ძალიან ცუდი პირობები იყო სამუშაო, სადაც ბოლოს ყველაფერს თავი დაანებოთ. კერძო სექტორის წარმომადგენლები ვერ მიდიოდნენ, ზოგან მიდიოდნენ და ძალიან ცუდი პირობები ხდებოდათ. რეალურად ეს არის კიდევ ერთი დამატებითი შენობა, სადაც შეიკრა თბილისის საგადასახადო თანამშრომლები და ყველანი გადმოვიდნენ. არის თანამედროვე ოფისი, ეს არის პრაქტიკულად სრულიად შეესაბამება დღევანდელ ევროპულ სტანდარტებს, არის მთლიანად ტრანსპარენტული, გამჭვირვალე, არ არის ოთახების სტილის, არის დარბაზული სტილის, ყველას აქვს თავისი სამუშაო ადგილი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვექმნა კომფორტული გარემო პირობები ყველა თანამშრომლისათვის, რომელიც მუშაობს თბილისის რეგიონულ ცენტრში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ტრანსპარენტული არის ჩვენი შენობა, ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება ყველაზე გამჭვირვალე ვიყოთ, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე შენობა არის ამ ტერიტორიაზე და გვინდა რაც შეიძლება ახლოს ვიყოთ ყველა გადამხდელთან.